სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დღეს ჩვენ აღვასრულეთ მსახურება რომლის დროსაც აკითხულ იქნა 12 ვნების სახარება ეს სახარება არის 12 ნაწილად დაყოფილი და ყველა ეხება მაცხოვრის ბოლო დღეს და მის გასამართლებას მის შეპყრობას გასამართლებას და შემდეგ ჯვარცმას ყველაზე დიდი სახარება იყო პირველი იოანესაგან და მოგეხსენებათ რომ იოანეს სახარება ბოლოში დაიწერა ანუ სამი სახარება არსებობდა უკვე მათესი, მარკოზისი და ლუკასი და მორწმუნე მრევლმა ითხოვა სახარება რომელშიც იქნებოდა უფრო კაფიოდ გამოყოფილი ღმერთის სამპიროვანი ბუნება, სამპიროვანი და ერთი ბუნება. ამიტომაც იოანემ დაწერა ეს სახარება და აქ ამ სახარებაში არის ფართოდ გადმოცემული ის რომ ღმერთი მამა ღმერთის ძე არის იესო რომ იესო თვითონ არის ღმერთი და რომ მისი წასვლის შემდეგ მოვა ნუგეშინის სემელად სული წმინდა. ანუ პირველი დიდი სახარება იყო სწორედ ანდერძი ღმრთისა ადამიანებზე, მოციქულებზე ჯერდა მათთან ერთად ჩვენზეც რომ ღმერთისაგან მოვლენილი ძე ღმრთისა რომელიც თვითონ არის ღმერთი და მე და მამაი ერთი ვართ ამ სახარებაში ამბობს მაცხოვარი როცა ფილიპე ეუბნება რომ გვაჩვენე მამაი შენი და კმარს ჩვენ და საკმარისია ոնց მამა გვაჩვენე და ფილიპე მიმართავს უფალი განა რამდენი ხანია ჩემს გვერდით ხარ მე მხედავ და არიცი რომ მე და მამა ერთნი ვართ ვინცა მიხილა მე მამაიცა ჩემიცა იხილა და მთლიანად ეს სახარება არის ეს ნაწილი სახარების არის გაჟღენთილი სწორედ მისი ღვთაებრივი წარმომავლობით რომ შემდეგ უკვე საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს არ შეპაროდათ ეჭვი იმისა რომ იესო არის ძე ღმრთისა მხოლოდ შობილი და ამასთან ერთად ეს სახარებაც არის გაჟღენთილი იმით რომ მე და მამაი ერთნი ვართ მე მოვედი რათა წამო ჭეშმარიტება და რათა ჭეშმარიტებაში დაგაყენოთ თქვენ და რომელმა შემიყვაროს მე შეიყვარა მამაი ჩემი და რომ სიყვარულზეს დექით ბოლომდე და რომ არ არსებობს ღმერთის მოწაფედ ყოფობა თუ არა ის რომ მისი მცნებაი აიღო და დაიმარხო ის შეასრულო მისი მცნებანი და ამ მცნებებში დარჩე და ოდეს მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ სიყვარულსა ჩემსა დასდგეთ ანუ თუ გიყვარდეთ მე ამბობს მაცხოვარი ჩემი მცნებაც უნდა შეასრულო დაიმარხვე ნიშნავს აღსრულებას მისას საკრალურად აღსრულებას მისას გულში ესე არა საამაყოთ და კედმაღლობით პირიქით მშვიდად წყნარად აი მარხვა როგორიცაა ხო თვითონ სიტყვაც ხო ფარულობას ერთგვარ ფარულობას გულისხმობს რომ შინაგანი პროცესი უნდა იყოს ეს ღვთის მცნების აღსრულება და დამარხვა და ნახეთ ამ აღსრულებაში და დამარხვაში ვლინდება შენი სიყვარული ღმრთის მიმართ ჩვენ ხშირად გავიგებთ რომ მე ღმერთი გულში მყავს მე გულში მიყვარს ღმერთი და არ არსებობს ღმერთის ასეთი ტიპის გულში სიყვარული ეს იგივეა მე ვთქვა ჩემი შვილი მიყვარს გულში და არასდროს არ ვნახო ის არ მივიდე არ მოვიკითხო არ გავიგო რა უხარია რა ტკივა რა ედარდება რა არ ედარდება შეიძლება ესეთი სიყვარული დავარქვათ ურთიერთობას არა ამიტომაც ღმერთთან ურთიერთობაც ესეთია თუ გიყვარს მაშინ გინდა მასთან ერთად ყოფნა თუ გიყვარს ესე იგი მისი მცნებები შენთვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი შენ გინდა რომ უფრო მეტი გაიგო მასზე ჭეშმარიტი სიყვარული ხო ესეთია თუ ადამიანს
მეორე ადამიანი უყვარს, ბევრი რამე იცის მასზე და კიდევ უფრო მეტი უნდა რომ გაიგოს. უცხოს ვის ვეძახით? ვისაც არაფერი არ ვიცით. უცნობია ჩვენთვის. და ნაცნობი არის ის, ვისაც ვცნობთ. და ქრისტიანობა სწორედ ეს არის, რომ ქრისტე იცნო. და არა ის, რომ წესები ასრულო, არამედ ქრისტე იცნო, ქრისტესთან გინდოდეს ყოფნა და არა უბრალოდ განყენებულ მადლის მსახური გახდე. და აი ღევანდელი სახარებაც არის ამით დაწყებული და შემდეგ უკვე გადადის პილატეს და მანამდე სინედრიონის სამსჯავროზე, შემდეგ პილატეს სამსჯავროზე, სადაც მისი გასამართლება ხდება. და ვნახავთ ჩვენ, რისთვის გასამართლდა იესო. იესო გასამართლდა იმისთვის, რომ მან თავი გაუტოლა ღმერთს. მან თქვა გახსოვთ ხომ, ჯერ ჩუმად იჯდა, შემდეგ მღვდელმოძღვრის მოწოდებაზე, რომ გაფუცებ შენ ღმერთსა, მაღალსა, რომ მითხრამე, მართლა შენ ხარ იესო ქრისტე, უпростоრეთ მესია. შენ ხარ ქრისტე? და მაშინ ამბობს მაცხოვარი, აი დასტურებლად იმისა, რახან მაფიცებ ღმერთს და მეუნები რომ მითხრათ რა არის, მაშინ გეუნები რა არის ჭეშმარიტი. და როგორც კი უთხრა რომ მე ვარ და თან უთხრა ისეთი ფორმით, რომელიც კატასტროფულად გამაღიზიანებელი იყო მათთვის, როცა ღმერთს მამა უწოდა. და ამან აღაშფოთა და დაიპო სამოსელი და თქვა, არც ღირსია მოკლისა, ვინაიდან მან თავი ღმერთად წარმოაჩინა. და სწორედ ეს არის მისი განაჩენი. და დაფაზეც, რომელიც პილატე მიაკრა ჯვარს, სწორედ ეს აწერია. იესო ქრისტე მეუფე ჰურიათა, იესო ნაზარეველი უпростоრეთ მეუფე ჰურიათა. ეს მეუფე სწორედ ამ მესია იგულისხმება. სწორედ ეს იგულისხმება, რომ სამყაროს მესია მისი განაჩენი. ჩვენ ხშირად გავიგებთ უამრავ ქრისტეს მოყვარულ ადამიანებს და გამოჩენილ ადამიანებს, მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ქრისტე ძალიან დიდი მასწავლებელი იყო, ქრისტე ძალიან დიდი ფილოსოფოსი იყო, ქრისტეს ნეობის მასწავლებელი იყო, ყველაზე მაღალი ეთიკური ნორმები დაამკვიდრა კაცობრიობის ისტორიაში. და არ არის ეს სწორი. იქ სადაც ქრისტე ღმერთი არ არის, ქრისტე საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს. იმიტომ რომ თავისთავად აი ამ ეთიკური ნორმებით, ამ რაღაც ფილოსოფიური აზროვნებით თუ რაღაცა განსხვავებულობით არ გამოირჩევა. ის გამოირჩევა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის არის ღმერთი. და ამისკენ ამას ლაპარაკობს ის სულ. ამას ადასტურებს უпростоრეთ. ჩვენ უსმენთ მაცხოვარ, სულ იმის დასტურია, რომ სხვა არაფრისთვის არ მოვივლინე მე მოვედი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გადმომეცა მე. და ის ჭეშმარიტება, რომელსაც მე გადმოგცემ თქვენ და თქვენ შეიცნობთ ამ ჭეშმარიტებას, აი ეს ჭეშმარიტება განთავისუფლებთ თქვენ დღეს. რამდენი საუბარია დღეს თავისუფლებაზე, რამდენი ყვირილია, შეძახილია თავისუფლების გამო, ერთმანეთს ლანძღავენ, ცემენ და უსწორდებიან ერთმანეთს. რატო? იმიტომ რომ ეუნებიან, აი შენ არა გაქვს თავისუფლება და იძახიან მე მაქვს თავისუფლება. არ არსებობს თავისუფლება ჭეშმარიტების გარეშე. არ არსებობს თავისუფლება ქრისტეს ცნებების აღსრულების და სიყვარულის გარეშე. სრულ თავისუფლება ეს არის მონობა შენი ამპარტაუნებისა, კერპცახურება შენი იდეოლოგიებისა, სრულ წარმოდგენები, რომლითაც შენ გონია რომ სწორ საქმეს აკეთებ. ყველას 20 საუკუნის წინ ქრისტეს ირგვლივ ვინც იყო, ეგონათ რომ სწორ საქმეს აკეთებდნენ. იმიტომ რომ მან უღალატა პატრიოტიზმს. მან არ შეასრულა ერის დავალება. და ერის შეკვეთა იყო რომ გაგვენთავისუფლე მონობიდან, იმიტომ რომ აღარ გვაქვს საშველი სხვა.
ვართ მშივრები და უბედურები აი ამ უმძიმესი რომაული ბატონობის და წნეხის ქვეშ და მაცხოვარი ეუბნება მეუფება ჩემი არა ამ ქვეყნიური არს მე არ მოვედი ამისთვის და შემდეგ უკვე ჯვარცმულს ეუნებიან თუ გახსოვთ კიდევ ახალ შეკვეთას აძლევენ შენ თუ ხარ ღმერთი და შენ თუ ხარ მესია გაინთავისუფლე თავი და გივირწმუნებ შენგან ანუ ეუნებიან რომ სასწაული რომელიც შენ გააკეთე ის არ გვაინტერესებს რომლებიც შენ აღასრულე შენებ აი მე როგორც გეტყვი იმას თუ გააკეთე მაშინ გირწმუნებ ანუ შეკვეთით ეუნები და ყველაფერს რასაც აი ესე ყვახეთ მაცხოვარს მიმართავენ არაფერს არ უსრულებს არავის არა და ის პირველი ნაწილი რომელიც ზეც ვილაპარაკე იქ მაცხოვარი სულ ამაზე ლაპარაკობს რასაც ითხოვთ ჩემი სახელით მამან ყოსის რასაც ითხოვთ თქვენ ითხოვეთ ჩემი სახელით ნუ გეშინიათ პირიქით ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ მაგრამ არა მყვახეთ და არა შეკვეთით არამედ სიმდაბლით ითხოვეთ სასუფეველი და მოგეცემა და არა ფაკირივით მომეციმე სასწაული და ვირწმუნებ ნათესავი ესე კაცის მკვლელი და მემრუშე ეძიებს სასწაულსა და არ მიეცეს მას სასწაული ამბობს მაცხოვარი არა და რამდენი სასწაული აღასრულა მან არა ისეთი მინდა როგორიც მე მინდა არა შენ მოხვედი კაცობრიობის სახსრებად მაგრამ მე მინდა რომ აი ეს შეკვეთა რომელიც მე მოგეცი ის გააკეთო და აქ არის ნება ღმრთისა და ნება ადამიანისა რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ღმერთი იძახის რომ ღმერთი აპარტავანს შემუსრავს და მდაბალს მიხადის დაბალთა მიენება და დაივანებს და ამ პარტავას შეეწინააღმდეგება რამდენი შეეწინააღმდეგები იმდენი დაეჯახები რქებით კედელს ვის ეწინააღმდეგები ვის წინააღმდეგ მიდიხარ ეს ხო სამყაროა რომელიც ღმერთმა შექმნა და ეს ბუნებრივი წესები დააწესა დედამიწა ისე ბრუნავს როგორც ბრუნავს და ისე მოქმედებს ზეციური სხეულები როგორც ღმერთმა დაანუწესა მას კანონი და შევერაფრით ვერ შეცვლი დედამიწის ბრუნვას და ვერ იტყვი რომ საპირისპიროდ ვაბრუნებ დედამიწას მხოლოდ ადამიანს შეუძლია რომ შეცვალოს ის წესი რომელიც ღმერთმა დაუდგინა რატომ იმიტომ რომ ესე დააჯილდოვა ადამიანი ღმერთმა დიდი თავისუფლებით რომელიც თუ სწორედ არ გამოიყენა ადამიანმა თუ ეს თავისუფლება ჭეშმარიტების ძიებაში არ მოიხმარა მაშინ ფუჭია ეს თავისუფლება მიგიყვანს გარყვნილობამდე მიგიყვანს აღირახსნილობამდე მიგიყვანს უგუნურ გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანს სიგიჟემდე სიშლეგემდე და ვხედავ ვითომ თავისუფალ ადამიანის როგორი სიშლეგეში იმყოფებიან ასე რომ დღეს გვახსოვდეს რომ ჯვარცმული მაცხოვარი არის ღმერთი რომელიც მხოლოდ იმიტომ მოვიდა რომ ჭეშმარიტება მისცეს კაცობრიობას და მოვიდა იმიტომ რომ ის სიყვარული დიდი სიყვარული აჩვენოს ადამიანს რომლითაც აღიჭურვება ამის შემხედვარი ადამიანი თუ ის ქვა და რკინა არ არის გული და არ აქვს დამწვარი სინდისი ამის დამნახავი ჯვარცმის დამნახავი ადამიანი აუცილებლად დაუსვავს თავის თავს ძალიან ამაღლებულ მნიშვნელოვან და საზრისიან კითხვებს რომლის პასუხებიც რასაკვირველია არის საფრთხო წერილში და საფრთხო გადმოცემაში ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ და ხვალმსახურება 10 საათიდან დაიწყება